ეხლა ამ ვიდეოში ვისაუბრებთ ფულად მასაზე და მის აგრეგატებზე. და ესეც არის ერთ-ერთი თემა, რომელზეც რაღაცა სიამაყით საუბრობენ, რომ აი ამდენი ფული გვაქვს რა. რომელიც ძალსახად ვერ ექნება პოზიტიურ მოვლენად აღქმული დიდი ფულადი მასის ქონა დროის მოკლე მონაკვეთში. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ფულის გაზომა ხდება აგრეგატების საშუალებით. M0, M1, M2 და M3. ეს არის 4 ტიპი ფულის, რაღაცა მარტივად რომ ვთქვათ, აი კატეგორიებად დაყოფის. M0 ეს არის ფული, რომელიც ქვეყანაში არსებობს ქეშის სახით, ანუ ჯიბეში გვიდევს, მაღაზიაში შევდივართ, ყიდულობთ, ასე შემდეგ, სალაროებშია და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი. M1 ეს არის M0-ს, ანუ cash pools დამატებული უკვე ჩვენს ანგარიშებზე, ბარათებზე არსებული თანხა, რომელთაც გადახდა ნებისმიერ მომენტში შეგვიძლია. M2 უკვე არის აი ამ M1-ს, ანუ იმ ფულად cash ბარათზე არსებულ თანხებს დამატებული უკვე ლარის ანგარიშები. ეს M2 არის ყველაზე დიდი ფულის მასა, რომელიც ლარში არის გამოსახული. ანუ ამაზე მეტი ლარი არ გვაქვს, რაც არის M2-ში. M3 უკვე არის M2-ს დამატებული დეპოზიტებზე არსებული უცხოური ანუ უცხო ვალუტაში არსებული დეპოზიტები. რაღაც დებატები იყო ერთი თვის წინ, სადაც ასე კობახიძე და რაღაცეები ლაპარაკობდნენ და კობახიძე ძალიან სიამაყით იძახდა, რომ აი ჩვენ გვაქვს აგერ 57 მილიარდი ლარის ფულადი მასა და აი ესეთი მაგარი ეკონომიკა გვაქვს. ჯერ პირველ რიგში ეს 57 მილიარდი ლარი, რაც მან მოიტანა, ეს არის M3 და არა M2 და შესაბამისად აი მათ ეკონომიკურ უცოდინობაზე მიანიშნებს ეს ამბავი, რომ ეს მანიპულაციურად ხმარობენ ამ ციფრებს და ანუ ჯერ იქიდან გამომდინარე, რომ საერთოდ არ იქნებოდა კარგი ეს, რომ 57 მილიარდი ლარი ყოფილიყო, იმიტომ რომ 2012 წლის მონაცემებით M2 იყო 7 მილიარდი ლარი და თუ M2 ახლა იქნებოდა 57 მილიარდი, გამოდის, რომ ანუ ამ 14 წელში უბრალოდ 50 მილიარდი ლარი დაბეჭდეს. და ანუ ეს სიგიჟეა რა, ანუ რამდენი გამოდის რა წელიწადში რამდენია 7 მილიარდი 8 მილიარდი ლარის ბეჭდა, ანუ სიგიჟეა რა. არა შრომებდი მაგდენი არ გამოდის ნაკლები. რამე ძალიან ბევრი ფულის ბეჭდვაზეა, რაც ანუ არ არის ფიზიკურად შეუძლებელია. შეუძლებელია ანუ იწევს იმას, რაც მოხდა 90-იანებში კუპონიზაცია და სიგიჟე. ხო, და კიდე რა მინდოდა მეთქვა. ხო, ანუ ეხლა იდეაში ჩვენი M2-ის მასა არის 38 მილიარდი და ანუ გამოდის, რომ მაინც ბევრით გაიზარდა რა, 31 მილიარდი ლარი არის დაბეჭდილი და ანუ ეს იწევს სწორედ ამ რაღაცა მაღაზიაში ფასების დაიქნება თუ ასე შემდეგ, აი ამ ყველაფერს, რაც ჩვენ ტვირთად გვაწვება, არის M2-ის და ზოგადად ფულადი მასის კონტროლ ფულის ბეჭდვის ბრალი. და ზოგადად როგორ შეიძლება მოხდეს ეს ფულადი მასის ზრდა, ამის სამი გზა არსებობს. პირველი ეს არის რეალური მშპ-ის ზრდა, მეორე ეს არის ნომინალური მშპ-ის და ფასების გაზრდა, ინფლაცია და მესამე ეს არის, რომ ხალხმა გადაახურდაოს უცხოურ ვალუტაში მქონე დეპოზიტები და გადმოიტანოს ლარში. და ანუ M2-ში რა თანხაც არ აისახებოდა, აისახებოდა M3-ში, ის თანხა გადმოვიდეს M2-ში და ამითი გაიბეროს ეს M2. ეხლა ჩვენ რადგან წინა ვიდეოში ვისაუბრეთ პირველ ორზე, ანუ რეალური მშპ-ის მიხედვით ზრდასა და ნომინალური ზრდაზე, შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებ უკვე რატომ მოხდა მაგალითად საქართველოში აი გადმოტანა M3-დან M2-ში. ეხლა კიდე moral of the story ამ ვიდეოში არის, რომ იურისტებს უნდა უჩერებთ მაინც და მაინც ფულად მასებზე საუბრისას.